ასე მიმართა დაპატიმრებულმა ლიდერმა თანამებრძოლებს პოლიციის განყოფილებიდან იზოლატორში გადაყვანისას. ელენე ხოშტარია სამოქალაქო ტანსაცმლიანმა ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შუადღეს საკუთარ სახლთან აიყვანეს. ოცნება ხოშტარიას კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით წარწერის რუსული ოცნება დატოვების გამო ედავება. ოპოზიციონერ პოლიტიკოს ჯარიმა ამ 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ბრძოლის ბოლომდე მიყვანა მთავარი გზავნილი კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ 3 დაპატიმრებული ლიდერის მხრიდან. ხოშტარიას დაკავების შემდეგ ივანიშვილს ამ კოალიციის უკვე ყველა ლიდერი ციხეში ჰყავს გამოკეტილი. ქალი ლიდერის დაპატიმრებას რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან ნიკა გვარამია გამოეხმაურა. ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე 4-ვე ციხეში ვართ. ელენე მაგარია, ყველაზე მაგარია, გიკი გაუძლებს, ქოცები კი რაც უარესი ზამენ, მით უარესი მათთვის და უკეთესი ქვეყნისთვის. მიდით, მიაწექით ანტიქართულო ოცნება, ბოლომდე გაიფარჩაკეთ თავი. იმედია მალე გამოუშვებენს რატომ არ ვწერ. მართლა იმედია რომ ხვდებით ლოტოტრონის სამართალში დაჭერა ამოვარდება თუ გირაო მაგაზე მკითხაობით ვერ დავკავდები თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს ოლიგარქია უნდა დაემხოს ეს კი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გამოხმაურებაა თანამებრძოლის დაკავების შემდეგ ელენე ხოშტარია საკუთარ სახლთან იმ პოლიციელებმა დააკავეს, რომლებმაც გასულ კვირას იდენტური მოტივით, ისევ ქართული ოცნების მიმართვის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტი მეგიდია სამიძე ბათუმისკენ მიმავალ გზაზე აიყვანეს. პარტია დროას დამფუძნებელი თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს. ელენე ხოშტარია ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. ციხე თუ თავისუფლება გირაოს სანაცვლოდ. განაჩენს ოცნების სასამართლო მაქსიმუმ 2 დღეში გამოიტანს. ბრძოლა გაგრძელდება, ბრძოლა იქნება ბოლომდე, არ არსებობს ძალა, რომელიც ამ ბრძოლას შეაჩერებს. პირიქით, ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მეტი აგრესია, რაც უფრო მეტი ზეწოლა მოდის ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ მხარესაც სოლიდარობა, ერთობა, გამბედაობა იმატებს, ამიტომ ეს ბრძოლა დასრულდება ერთადერთი შედეგით, ეს არის ივანიშვილის ჩამომხობა და ქართული ხალხის გამარჯვება. ოპოზიციონერი ლიდერი ქალის დაკავებას ეხმიანებიან დასავლეთიდანაც. განცხადებები ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერებულ რეპრესიებზე და სანქციების აუცილებლობაზე ევროპარლამენტარებმა გააკეთეს. მართლმა ქართულმა ოცნებამ ახლახან დააკავა ოპოზიციური პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. ის იყო ერთ-ერთი იმ მცირე რიცხოვან ლიდერებს შორის, რომლებიც თავისუფალი რჩებიან. ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ხაზი გადაკვეთა. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ. გვჭირდება სანქციები ახლავე. ქართულ ოცნებაში კი ვერ მალავენ, რომ უკვე წინასწარ იციან, რას მოითხოვს პროკურატურა ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ. არ გაუჭირდება, არც გერაოს გადახდა. კახა კალაძემ თანაპარტიელთან შედარებით სიფრთხილე გამოიჩინა, თუმცა ოპონენტის დამცირების ცდუნებას მაინც ვერ გაუძლო. პოლიტიკოს ცოტა ხომაღლა თქომია, მაგრამ კანონები არსებობს და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, აემორჩილოს და პატივს. კოალიცია ცვლილებისთვის ამ დროისთვის ბოლო დაპატიმრებული ლიდერის ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინშია. ამისთვის პროკურატურას 48 საათი აქვს.